დაწერსად. მოგეთ თავიდან მოგესალმებით, ვინც არ მიცნობთ, მე ვარ ალბერტი, Algonis კიდევ ერთი ფრონტენდის მენტორი და აწი მე ჩაგიტარებთ ფრონტენდ ბეისიკების ლექციებს. მადლობა თემოს და მადლობა ბექას. მოკლედ ბექასთან ერთად თქვენ წინა ლექციაზე გაარჩიეთ თუ რა არის HTML და CSS და პატარა პროექტი სააწყეთ. დღეს განვიხილავთ ისევ მხოლოდ CSS, ვისწავლეთ აი ძირითად კონცეფციებს, პარალელურად ძველ მასალასაც გავიხსენებთ, რაც ისევ წინა ლექციაზე. აი ჩვეულებრივი ახალი პროექტი მაქვს შექმნილი, აი არაფერი არ არის გაშვებული და ვთქვათ რომ გვინდა ავაწყოთ ბლოგების ვებგვერდი, ანუ სტატიები სადაც წერიან და აი ძალიან მარტივი რო ავიღოთ და შევქნათ. დავუშვათ, აქ გვექნება ჩვენ h1, ეს h1 title-ი, ხო? და ვთქვათ რამე blog, ესე blog HTML CSS. ეს. მერე სადაცაც ქვემოთ გვექნება მაგალითად ქვესათაური, რამე მოვაფიქრებინოთ, ლორემ, მაგალითად 5. მოწერს ესამე ლორემ 5. და სადღაც იყოს ბოლოში ტექსტი. აი ესე და ლორემ ასე რომ დავწეროთ. დავასეივებ და აი რაღაცა სტრუქტურა მივიღეთ, ხო? მაგრამ მოდით მივცეთ ახლა ამას სტილები. სტილებს რითი ვაძლევთ? CSS-ით, ხო? და რა ვისწავლეთ, რომ სტილების მიცემა შეგვიძლია inline-ად. ანუ პირდაპირ იქვე, სადაც ვქნით HTML-ის ელემენტს, ხო? აი ახლა დავუშვათ მე მინდა რომ აი ეს პირველი ძირითადი სათაური გავხატო შავ კონტეინერში ჩავსვა, თეთრი წარწერა მივცე და გავცენტრო. მერე სისკე და ასე შემდეგ მერე დავამატოთ, მაგრამ ძირითად ეგ ვქნათ. როგორ ვაკეთებთ? ვდგებით აქ, წერთ ეს styles, ანუ inline-ად ისევ და ისევ ერთ ხაზში, წერთ ესეთ რაღაცას background color, გვინდა რომ იყოს black, კი ბატონო, color-ი არის ჩვენი ტექსტის color-ი, მაგალითად იყოს white-ი. დავასეივოთ ჯერ ეგ ვნახოთ. კი ბატონო, ქნა ეგ. ახლა ცენტრში რო ჩავსვათ, უნდა გამოვიყენოთ text align-ი. text align-ს აქვს რამდენიმე მეთოდი, ერთ-ერთი არის start-ი, ანუ start-ი იგივეა, რაც აი აქ დასაწყისში რო გამოჩნდეს, end-ი რო ავიღოთ. ბოლოში ჩავსვას აი და შუაში რო ჩავსვათ არის ცენტრი. კი ბატონო, ჩასვა, ხო? კარგი. ახლა დავუშვათ, მე მინდა h1 დავაშორო h2-ისგან. აი აქ რო რაღაც დაშოვება შევქნა. გარე დაშოვებას ჩვენ რითი ვაკეთებთ? მარჯინით, ხო? ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი გვაქვს რეალურად. ჩვენ შეგვიძლია აი ამ ელემენტს მივცეთ margin bottom-ი და დავაშოროთ ისინი ერთმანეთისგან, ან აი ამ h2 ელემენტს მივცეთ margin top-ი. მაგრამ უკეთესი იქნება თუ ამას მივცეთ margin bottom-ს და ვნახოთ ახლა margin-ის მიცემა როგორ შეგვიძლია. margin-ი და ეს ხო საათის მიმართულებით იწყება, ანუ პირველი რასაც წერთ ეს არის margin top-ი. margin top-ი არ გვინდა რომ რამე შეცვლილი იყოს 0. მერე მოდის მარჯვენა, აქაც 0. მერე ქვედა დავუშვათ დაშორება იყოს 100 პიქსელი და მარცხენა 0. რო დავასეივო აი დაშორებასაც მივიღებ. ერთი ვარიანტი არის რომ ასე დავწერო margin-ი, მეორე ვარიანტი არის რომ აი ეს წავშალო და პირდაპირ დავწერო მხოლოდ margin bottom-ი 100 პიქსელი. ანუ აი ესეთ პარამეტრებს სადაც შეგიძლიათ მივთითეთ მარჯვენა, მარცხენა და ასე შემდეგ, შეგიძლიათ დადგეთ და მივთითეთ კონკრეტული რომელი გინდათ. ნუ ამ შემთხვევაში margin bottom-ი მივთითე. იმედია ჯერ ხო გავგებარი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ის წინა ლექციაზეც გავარჩიეთ. კარგი. წავედით ახლა h2-ზე. ნუ h2 უბრალოდ მინდა რომ შუაში ჩავსვა, text align ცენტრი მივცე. ხო, მოდი ამას ფონტის ზომაც გავუზარდოთ. 50 პიქსელი მივცეთ ამას. აბა ვნახოთ. ხო, ნორმალურია. ეს შუაში ჩავსვათ და ამასაც ფონტი მივცეთ 40 პიქსელი. ნუ სხვა რაღაც ესეთი არ შეგვიძლია რომ მივცეთ. ნუ აქ ერთადერთი აი ეს letter spacing-ი, ეს არის ასოებს შორის დაშორება. მაგალითად მივცეთ აქ 4 პიქსელი. ეს ცოტა დააშორა ამასთან შედარებით. და გადავიდეთ ახლა ტექსტზე. ტექსტსაც რაღაცები მივცეთ. მაგალითად რა ვიცი, ცოტა გავუზარდოთ, ფონტი 20 იყოს. ახლა სტრიქონებს შორის დაშორება მივცეთ. აი როგორც ცოტა სტატიები სტილი რო იყოს ისეთი. აქ არის აი spacing-ი, ერთზამით. spacing letter spacing-ი კი არა და ხო ჯერ არ გვინდა მე მივცე ამას ყველაფერს. რა შეგვიძლია კიდე მივცეთ? ეს მივცი. font size-ი უფრო გავადიდოთ. 30 იყოს ცოტა ლამაზად რო ჩანდეს, არა ძალიან დიდია. 26.
კაი, დავუშვათ ეგ იყოს და ახლა ჩვენი ვებგვერდი, ჩვენი სტატია თუ რაც იქნება, ხომ მხოლოდ ერთი ტექსტისგან არ იქნება შემდგარი, ხო? მაგას შეიძლება გქონდეს 5 ქვესათაური, ჩვენი ვებგვერდიც კიდე შეიძლება შედგებოდეს 100 სტატიისგან და ასე შემდეგ. ახლა რატომ ავყავ ამ ყველაფერს? აი დავუშვათ კიდევ რაღაცა ქვესათაური მინდა და კიდევ რაღაცა ტექსტი მინდა. ოკეი, კაი, გადმოვაკოპირებ. აი ეს გადმოვაკოპირე და 1-2 ცალი დავუშვათ მაგ. და უცებ მითხეს, რომ ერთ-ერთი ტექსტის პარამეტრი უნდა შეიცვალოს. აი მაგალითად font size-ი ხო ვთქვით აქ, მაგრამ მოდი დავუმატოთ აი line height-ი გამახსენდა ეს საკელი დამოვიწყე. აი line height-ი მაგალითად უნდა იყოს 20 პიქსელი. მოდი უფრო მეტი გავხადოთ, აი ეს 40 პიქსელი. კარგი. რადგან ერთგან შევცვალე, ანუ სხვაგანაც ხო უნდა შევცვალო და კარგი ხო, ანუ რადგან აქ 2 ცალი მაქვს, კი ბატონო, აი ესე დავდგები ჩემით ხელით, მიუთითებ ახალ მნიშვნელობასაც, მაგრამ ისე და ისე ჩვენ ვებგვერდ შეიძლება გქონდეს ასობით სტატია, ასობით ქვესათაური. ახ სათითოდ ყველას ხო არ დაუყვები მე მაგას, სათითოდ ხო არ დავდგები ყველაზე, აქ შევცვალე, აქ და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ისეთი უნდა გამოვიყენოთ, რითაც შევძლებთ გლობალური სტილების მიცემას. მაგალითად, არა აქ დავდგებით დავიტყვით, რომ ამ კონკრეტულ პეს უნდა გქონდეს line height-ი ასეთი და font size-ი ამდენი. არამედ სადღაცას იქნება გლობალურად გაწერილი, რომ ჩვენ ტექსტ უნდა გქონდეს ესა და ეს სტილები. გასაგებია ხო პრობლემა? და ამიტომ აღარ უკვე გვიწევს ესე inline-ად სტილების დაწერა, შეგვიძლია ეს სტილები გარეთ გლობალურად ჩავწეროთ. ამისთვის აი აქ header tag-ში ვდგებით და ვხსნით ახალ ტექსტს, რომელიც არის style, სტილები. ახლა როგორ უნდა ავირჩიოთ ელემენტი? მე მინდა მაგალითად h-ს მივცე სტილები? კი ბატონო, გები და წერ h1 და ხსნით ფიგურულ ჭხილებს. დანარჩენი უკვე არის ჩვეულებრივი JavaScript-ის ობიექტის სინტაქსი. იდეაში როგორც აგვწერდით. ანუ ჯერ ვწერთ გასაღებს, მერე მნიშვნელობას. ანუ background colors, მერე blacks და წერთ მძიმე. და აი ასე ყველა სტილს ჩამოვწერთ. ახლა აქ უკვე სტილების ტაგს მოვაშორებ, დავასეივებ და ნახეთ როგორია. h-ზე არაფერი არ მაქვს მიცემული. უბრალოდ აი აქ მიწერია სტილებში, რომ h-ს უნდა გქონდეს ესა და ეს სტილები. რო დავასეივო და გადავიდე, ნახავთ რომ აი ეს სტილები აქვს შენარჩუნებული. ანუ მე რო ახლა დავდგე სადღაცას დაბლა და კიდევ ერთი h1-ის ტაგი შევქმნა და რაღაცა დავწერო, არ აქვს მნიშვნელობა, ამასაც უკვე ექნება იგივე სტილები. გასაგებია, ხო? ეს ამ ჩატსაც გადავხედო. თუ რამე გაუგებარია, მითხარით ნებისმიერ რამეზე. კარგით. როგორც ახლა h1-ზე შევცვალეთ, ანალოგიურად შეგვიძლია ვქნათ h2-ზეც და p-ზეც და ასე შემდეგ. ანუ დავდგებით ახლა აქ უკვე მოვნიშნავთ h2-ს და მოდით h2-ის სტილებს ასე გადმოვაკოპირებ. და უკვე ეგ თაგი, ამ თაგში სტილები აღარ გვინდა. ესეც წავშალ წერტი მძიმე და აჰა. აქაც წავშლი სტილებს. ისევ და ისევ, აჰა, აი აქ ორივე ერთნაირია. აი თუნდაც აქ რო დავწერო text decoration-ი, underline-ი, ხო? ხაზი რო გავუსვათ ქვემოთ, ორივეზე იმოქმედებს ეგ. კარგი და ბოლოს page დავგრჩა, page-იც იგივე ვქნათ. ეს შემოვიტანოთ, ეს ასე. ესეც ასე დავასეივოთ ახლა. და აი ეს სტილები წავშალოთ. ჩვეულებრივად მუშაობს, ხო? მოდი ახლა დაშორებად შევქნათ ამათ შორის. margin bottom-ი მიუთითოთ. ქვემოთ page. მაგათაც იყოს 50 პიქსელი. რაღაცა დაშორება რო იყოს. კარგი. ანუ გამოდის ახლა რა page არ უნდა შევქნათ, ყველას ექნება იგივე სტილი, ხო? რაც აი აქ გლობალურად მაგ მითითებული. აი აქ ისევ რო დავდგე. რამე page დავწერო, ლორე მათი. ამასაც ექნება იგივე სტილი. რამდენადაც ეს მოსახერხებელია, იმდენ პრობლემასაც გვიქმნის ეგ. და რატომ ამბობ მაგას? მაგალითად, მე მინდა ფუტერი შექმნა. რა არის ფუტერი? ახლა ჩვენ ვებგვერდზე განახებთ. აი ფუტერი არის ვებგვერდის ბოლოში რო არის, სადაც მითითებული არის ლოგო, სოციალური ქსელები, ტელეფონის ნომერი და ასე შემდეგ. აი ეს დაბლითა ნაწილი არის ფუტერი. აი ახლა დავუშვათ, მე მინდა შევქმნა ფუტერი, ხო? აი ეგ დავდგები რაღაცა divs შევქმნი, რომელიც იქნება მომავალი ფუტერი. და შევქმნი აქ პარაგრაფი და დავწერო ჩვენი ტელეფონის ნომერი, მაგალითად არის 555 და არ აქვს მნიშვნელობა რა ნომერიც იქნება. ანუ იგივე სტილი აქვს ამას მითითებული რაც ამას. აი ახლა რომ მე დავდგე და
თქვა რომ div უნდა იყოს შავი ფერის, აი background color უნდა კონდეს შავი და რაღაც სიმაღლე ამ footer-ს უნდა კონდეს დაუშვათ 100 პიქსელი. შემდეგს ვერ დავინახავ, იმიტომ რომ ესეც შავია, შესაბამისად აი ეს ტექსტიც აქ შავია. მე რო ახლა დავდგე და დავწერო, რომ PS უნდა ჰქონდეს მაგალითად თეთრი ფერი, აი ეს. კი ბატონო, იმუშავებს, აი გამუშავე, მაგრამ სხვა დანარჩენი ტექსტი გაქრება. ამიტომ რა უნდა ვქნათ? რა და უნდა შეგვიძლიოს კონკრეტული HTML-ის ელემენტის არჩევა. არა ეს გლობალურად თქვათ, რომ ყველა PS უნდა ქონდეს ერთი და იგივე სტილი. არამედ აი აქ რო დავდგებით კონკრეტულად ამ PS-თვის სხვა სტილების მიცემა და აი ამ PS-თვის სხვა სტილების. და სწორედ აქ შემოდის კლასი. კლასი რა არის? აი თითქოს სახელს ვაძლევთ ამ ელემენტს. მაგალითად ვწერთ, რომ ამისი კლასი უნდა იყოს რაღაცა phone number-ი. აი ეს დავარქვათ ნებისმიერი სახე. როგორც ცვლაც ქმნიდით JavaScript-ში იგივეა. ოღონდ წესები ახლა როგორია? შეგიძლიათ ტირეთი დაწეროთ, ქვედა ტირეთი, შეგიძლიათ აი ესე დიდი ასოთი, ну თქვენზეა დამოკიდებული, მთავარია space-ით არ დაწეროთ და მალე მიხვდებით რატომა ეს ასე. და ახლა დავდგები და ვიტყვი რომ აი ახლა phone number-ი, ოღონდ იმისათვის რომ მივუთით რომ ეს კლასია, ასე კი არ უნდა დავწერო როგორც HTML-ის ელემენტები. არამედ წინ უნდა დავსვე წერტილი. ნახეთ, ანუ ჩვეულებრივ ზოგადად ელემენტს თუ ნიშნავდით, პირდაპირ წერთ მაგის სახელს, მაგრამ თუ წერთ კლასის სახელს, წინ უსვავთ წერტილს. და ახლა დავდგები და ვიტყვი რომ ამისი color-ი უნდა იყოს თეთრი ფერის. დავასეივებ. ეს ამი phone number-ი არასწორად. ტირეთი გამოვჩა. დავასეივებ და ვნახავ რომ ეს შავი ფერისაა, ეს თეთრია. ანალოგიურად ახლა ერთ-ერთ PS-ზე რო დავდგე და დავწერო რომ ამისი კლასი არის ტექსტი და აქ ყველა PS კი არ მივცე, არამედ მხოლოდ ტექსტ რომ მივცე ეგ მნიშვნელობები, ნახავ რომ მხოლოდ ამას აქვს სტილები. და ის როგორც იყო თავიდან ისეთივე არის. იმიტომ რომ ამას არ აქვს ტექსტ კლასი. ახლა რო დავდგე და ამასაც მივცე აი ეს კლასი. შემიძლია ეს H2-იც მე შევცვალო, მაგალითად subtitle-ზე, მეორე ხარისხოვან რაღაც title-ზე. ასე. და ასე. აი, ჩვეულებრივად მუშაობს. ხვდებით ხო, ანუ რისთვისაც არის შექმნილი კლასი. აბა ჩატში მითხარით თუ რამე არის გაუგებარი. ანუ იმისათვის რომ თავიდან ვიტყვი რომ კონკრეტულად რაღაცა ელემენტი ავირჩიოთ და მხოლოდ მაგ ელემენტს მივცეთ სტილები და არა გლობალურად ყველაფერს. ну აი რაც ვნახეთ რომ SP უნდა იყოს ცოტა სხვანაირი, SP სხვანაირი, კიდე ჩვენ შეიძლება გქონდეს რაღაცა სხვა პარაგრაფი, სხვაგან ჩასმული, მაგასაც უნდა გქონდეს ცალკე ელემენტი და ასე უნდა შეგვეძლოს მათი არჩევა. გარდა კლასისა ჩვენ შეგვიძლია ელემენტი ასევე ID-ს სახით მოვნიშნოთ. აი მაგალითად შევქმნი ახლა აი აქ ახალ ელემენტს, რაც email ადრესი იყოს თუნდაც, რაც algouni@gmail.com. ანუ ერთი ვარიანტი ვნახეთ რომ HTML-ის ელემენტივით მოვნიშნოთ, კლასივით მოვნიშნოთ და ID-ს სახით მოვნიშნოთ. დავარქვათ ამას email. პირდაპირ გეტყვით რომ ID-ს სტილებისთვის ჩვენ ნაკლებად ვხმარობთ. ID სჭირდება JavaScript-ს, მაგას მე განვიხილავთ. მიხვდებით რატომ არის ID. JavaScript სჭირდება რომ ეს კონკრეტული ელემენტი წამოიღოს. ამიტომ სტილებისთვის მაგას ნაკლებად ვხმარობთ, მაგრამ მაინც განახებთ რომ შეგვიძლია მაინც სტილებისთვის გამოვიყენოთ ეგ. და დავდგებით. და აქ მოვნიშნავთ ახლა მაგ email-ს. ნახეთ, თუ HTML-ის ელემენტს პირდაპირ ასე ვნიშნავდით, class წერტილით, ID-ს ვნიშნავთ diez-ით. ანუ ეს email background, background კი არა, color-ი მივცეთ მაგალითად, ready. აი, წითელი ფერისაა, ხო? ახლა ერთ ელემენტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ID. აი როგორც ჩვენ, ანუ პირადი ID ერთი გვაქვს, მაგრამ აი მაგალითად სახელი გიორგი ან და ასე შემდეგ. ბევრ შეიძლება ჰქონდეს. ანალოგიურად აი აქაც, აი ნახეთ, ტექსტი ერთ ადგილასაცაა გამოყენებული, მეორე ადგილასაც, მაგრამ ID-ს აი ამ email ID-ს სხვაგან ვეღარ გამოვიყენებ, ეგ რომ იცოდეთ. ახლა დავუშვათ ეგეთი შემთხვევა გვაქვს, რომ ელემენტს მივეცით ID
კიდე მივეცით რაღაცა კლას, რაღაცა კიდე იმეილი მივცეთ. ნახეთ, ეს ორი სხვადასხვა. ეს არის ID, ეს არის კლასი. და ეგეთი რაღაცა დავწეროთ. კი ბატონო, იმეილით მაგისი კოლორი იყოს წითელი, მაგრამ კლასით მაგისი კოლორით იყოს მწვანე. დავასეივებ და გადავალ და რას ვნახავ? რომ ისევ წითელია. და რატომ? იმიტომ რომ თითოეულ აი ამ სელექტორს, ანუ რითაც ჩვენ ვაძლევთ სტილებს, თითოეულს ამას აქვს წონა. და რას გულისხმობ? აი ხა ჩამოგიწერთ აი ამ წონებს და მიხვდებით. ჩვეულებრივ HTML-ის თაგის წონა არის 1. კლასის არის 10. ID-ს არის 100. და რას ნიშნავს ახლა? მე რო დავდგე და ახლა დავწერო, რომ ყველა PS უნდა ჰქონდეს მაგალითად ყვითელი ფერი. ნუ ზედა PS-ს ნუ უყურებთ, აი მხოლოდ აი ამას უყურეთ. ნუ ყვითელი თქვი და თეთრი დავწერე. ყვითელი ფერი, მე დავდექი და კლასით ვუთხარი, რომ ამას უნდა მქონდეს მწვანე და ID-ით ვუთხარი 100. ნახეთ, ამისი წონა, HTML-ის თაგის წონა, ხო არის 1. ამისი ხო კლასის, ხო არის 10. იმეილის ხო არის 100. და რომელსაც აქვს ყველაზე მეტი წონა, იმან გადაწონა და მაგიტომაც ბოლოს ვიღებთ ჩვენ წითელს. გასაგებია ეს თუ არა? ჩატში მოვწერთ რამე. თუ გაუგებარია თავიდან ახსნე. Okay. წონების გამოყენებასაც ახლა მალე იხილავთ. მაგრამ თან ახლა ერთ პრობლემასაც წავაწყდი, აი კოდის წერისას. ნახეთ, CSS-ის ზემოთ მიწერია HTML-ი ქვემოთ და ხშირად მიწევს აი ესე ზემოთ ქვემოთ სიარული, რაც არაკომფორტულია და ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ააწყეთ რაღაცა მსგავსი ვებგვერდი, რამხელა HTML-ი ამას აქვს. რამხელა CSS-ი ამას ექნება, წარმოიდგინეთ და რა მოგვიწევს, რომ საათობით რაღაცა სკროლო, რომ მივიდეთ HTML-მდე და რაღაც საათობით სკროლო, რომ მივიდეთ CSS-მდე. ნახეთ, როგორც JavaScript-ისთვის ჩვენ ვქნიდით ცალკე ფაილს და HTML-ისთვისაც შევქმნით ცალკე index.html-ის ფაილი. ანალოგიურად ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ახალი ფაილი CSS-ისთვისაც. ესე დავუდგებით და დავუწერ რაღაც style, ესეც არის მისი default სახელი, აი როგორც main.js ვწერთ index.html-ს, ამას ვარქვევთ style წერტილი CSS. და აქ იწერება ზუსტად იგივე, რაც იწერებოდა აი ამ style tag-ში. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აი აქ სადღაცა ზემოთ არის style-ი დაწერილი და სადღაცას ბოლოშიც იკეტება ეგ style-ი. ამიტომ ამ ყველაფერს ამოვაკოპირებ აქეთ, წავშლი ამ style tag-საც, დავასეივებ და აქეთ ჩავსვავ. გადავალ ვებგვერდზე და ვნახავ, რომ ყველა სტილი დაიკარგა. რატომ? იმიტომ რომ კარგი, შევქმნით ჩვენ CSS-ის ფაილი, მაგრამ ჩვენ არანაირად არ დავაკავშირეთ ის ჩვენ HTML ფაილთან. ამიტომაც ისევ head-ში გადავდივართ, ასე წერთ link CSS-ი, ავირჩიოთ ეს თვითონ დაგვიწერს და ახლა რას გვეუბნება, რომ ჩვენ გვინდა ჩვენ HTML ფაილში შემოვიტანოთ CSS-ის ფაილი, რომლის მისამართი არის ეს ფაილის სახელი. ახლა რადგან HTML-იც და CSS-იც ერთ ფაილში ერთ დონეზე არიან, პირდაპირ მივუთითით style CSS. დავუშვათ, ეგ თუ არის სტილების ფოლდერში, ხო? აი ახლა გადმოვიტან ამას აქეთ. აი აქ. სტილების ფოლდერში. მაშინ აქ დავწერდი ესე styles/style CSS, ანუ ხო ჯერ შევიდოდი მაგ ფოლდერში, მე ვნახავდი ამ ფაილს და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა სიმარტივისთვის ერთ დონეზე დავაბრუნებ ამ ყველაფერს. ამასაც წავშლი. და ამიტომ ესეც უკვე აღარ გვჭირდება და ნახავთ, რომ ჩვეულებრივად მუშაობს. ოღონდ ამ ყვითელ ფერსაც მოვაშორებ, თორე თვალები ამიჭერდა. და ასე ცალ-ცალკე რო გვაქვს ეს ფაილებიც, ასე შეგვიძლია დავუყოთ ეკრანი, რომ ცალკე HTML-ი გქონდეს, თან აი პარალელურად შეგვიძლია ვუყუროთ ცალკე CSS-იც.
და საბოლოოდ ნახეთ რა გამოგვივიდა, რომ CSS-ი ჩვენ შეგვიძლია სამი მეთოდით დავწეროთ. ერთი იყო დასაწყისში რაც განვიხილე, inline სტილები, ხო? აი აქ ხაზში რაც იყო. მეორე იყო head tag-ში რომ დავწერე, სტაილი რომ შევქმნი და მესამე ახლა ფაილში რომ გამოვიდა. ახლა შეიძლება გაგიჩნდეთ შეკითხვა, ნუ რომელი გამოვიყენო, ხო? რომელი და ყველაზე კაი მეთოდი არის ეს, რაც მე აი ბოლოს გავაკეთე, რომ ცალკე ფაილად გამოვიდანე, იმიტომ რომ ისე და ისე თუ დიდი ფაილია, ცალკე ვნახავთ ამ ყველაფერს და აღარ მოგვიწევს აქ სკროლად. მეც რომ ხდება სხვისი ვებგვერდი, რომ ვუყურებ HTML-ს, მან ვუყურებ მხოლოდ HTML-ს და სხვას არ ვუყურებ. იმიტომ რომ HTML-ია, რატომ უნდა მქონდეს მან და სტილები. იმიტომ რომ შეიძლება აირიოს, იმიტომ რომ აქაც სტილია, იქაც სტილია და ასე შემდეგ. ამიტომ ჯობია რომ ის ცალკე გამოვიტან, თუ იმეს შემოწმება მოუნდება სტილების, ცალკე შეამოწმებს ამას და რაღაც საერთო სტრუქტურასაც მიიღებთ. ახლა წონებზე ვისაუბრე, ნახეთ რომ ყველაზე დიდი წონა ჯერჯერობით ID-ს აქვს, მაგრამ რეალურად ID-ზე ზემოთ დგანან inline სტილები. ახლა რომ დავწერო inline სტილი. ნახეთ, ბოლოს ნახეთ რომ ID-მ გადაწონა, იმიტომ რომ 100 იყო მისი წონა და მივიღეთ წითელი, მაგრამ ახლა ჩვენ რომ დავდგეთ და ესე სტაილად დავწეროთ color მაგალითად რა იყოს purple, რომ გადავიდებ, ნახავ რომ ეს არის იასამნისფერი. რასაც გესაუბრებოდით, აი ნახეთ, აი რა კომიწერია სტილები და უცებ ვიღაცამ დადო inline სტილები და всё აირია ყველაფერი და თქვენ აი უყურებთ საათობით CSS-ის ფაილში და ვერ ხვდებით და თურმე სინამდვილეში წერია აქ. ხვდებით ხო, რატომ ცალკე ამ ყველაფრის გატანა და მხოლოდ მან CSS-ს წერა, მაგრამ რომ იცოდეთ, ჯერჯერობით ისევ ყველაზე დიდი წონა აქვს inline სტილს. კარგი. ცოტა ხანი ამას შევიშვათ, აი ამას წავშლი. და ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს არის nesting-ი. მაგალითად, აი დაბლა კიდევ ერთი რაღაცა კონტეინერი შევქნათ, div კონტეინერი. და კონტეინერში გქონდეს აი ეს ორი ფენა, ზედა ფენა და ქვედა ფენა და თვითონ ამ ფენაში, ამ ბოქსში, რაც გინდათ დაარქვით მაგას, იყოს კიდევ რაღაცა ტექსტი. აი აქ ახლა რომ შევქნა აი div class ტოპი, რაღაცა ტოპი იყოს და დაბლა კიდევ გქონდეს ერთი კლასი, რომელიც იქნება bottom-ი. ასე. და თითოეულში იყოს რაღაცა პარაგრაფი, ნუ არ აქვს ამას მნიშვნელობა, lorem 50 დავწეროთ აქ. და ანალოგიურად lorem 50 დავწეროთ, ჯერ პარაგრაფი შევქნათ, პარაგრაფი და lorem 50 შევქნათ აქაც. ანუ აი ჩვეულებრივ რაღაცა მივიღე. ხო და აქ დასაწყისში მეწერა ყველა divs უნდა გქონდეს ეგ მნიშვნელობა. მოდით class footer-ი შევქნათ. და აქ დავწეროთ რომ ყველა footer-ს გქონდეს ეგ მნიშვნელობა და ეგენი უკვე ჩვეულებრივად იქნებიან, ხვდებით ხო? და ესე და chat-ში მოიწერა ეს. ოკეი. ავიღოთ ახლა და tops და bottoms მივცეთ რაღაცა საერთო სტილები. მაგალითად, tops უნდა გქონდეს height-ი 200 პიქსელი დაუშვათ. მაგისი background-ი უნდა იყოს წითელი ფერის დაუშვათ. ასე და მოვამრგვალოთ მისი კუთხეები. მომრგვალება ხდება აი ეს. border radius-ი 20 პიქსელი. აი, მომრგვალდა, ხო? შეგვიძლია უფრო მეტიც, უფრო ნაკლებიც, ნუ არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ. და დავდგეთ ახლა bottom-ზეც და bottom-საც უთხრათ, რომ height-ი ამასაც უნდა გქონდეს 200 პიქსელი. background color-ი უკვე იყოს მაგისი დაუშვათ მწვანე და ამასაც უნდა გქონდეს border radius-ი 20 პიქსელი. ჩვეულებრივად მუშაობს, ხო? მაგრამ ახლა მე რას ვხედავ აქ? რაშია პრობლემა? რადა ამ ორ layer შეიძლება გქონდეს უფრო მეტი რაღაც საერთო სტილი. ანუ აქ ხო ხედავთ ორი საერთო რაც აქვს, ეს არის border radius-ი და height-ი, მაგრამ რეალურად შეიძლება გქონდეს 10-20 ერთნაირი სტილი. ანუ კი რაღაცეები განსხვავდება, მაგრამ ძირითადად სტილები ხომ ერთი აქვს. და წარმოიდგინეთ 20 წელს აქ დაწერთ, მე 20 წელს აქვს, მე ერთ-ერთი შეცვლა თუ მოგიწევთ, ორი შეცვლა მოგიწევთ და ასე შემდეგ. რაც ანუ არ არის კარგი პრინციპი რომ დაწეროთ კოდი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ამ ორი სხვადასხვა
layer-ისთვის შევქმნათ რაღაცა საერთო კლასი. ნახეთ რას ვამბობ? სადღაცაც დავდგეთ და აი აქ დავწეროთ layer-ი. მაგალითად, ან box-ი როგორც გინდა დაარქვით და აი ამ პარამეტრებს გადმოვიდა ნაკეთ. აი და ამებს წავშლი. ანუ საერთო რაც არის, ყველაფერი გავიტანეთ ცალკე. და აქ დავდგები და დავწერო ტოპი კი ბატონო, კლას ტოპი ჰქონდეს, მაგრამ თან უნდა ჰქონდეს layer-იც. მაგიტომ გითხარით რომ აი space-ით არ გამოყოთ სახელები, იმიტომ რომ space-ით რო გამოყოთ, მაგას აღიქოს როგორც ორ სხვადასხვა კლას. აი რო დაგვეწერა ესე phone number-ი, მაგისთვის phone ცალკე კლასი იქნება, number-ი ცალკე. ამიტომაც ან ტირეთი გამოყავით, ან ქვედა ტირეთი, ან შეატყობეთ, ნუ როგორც გინდეთ. და ამასაც დავდგები და მივცებ layers. ნახეთ? ძირითადი სტილები საერთო აქვს და რაც განსხვავდება, ეგ განსხვავებულები ცალკე მაგათვის უნიკალურ კლასებში გადავიტანე. გასაგებია, ხო? ნუ კიდე ერთ-ერთი ვარიანტი ეს არის, რომ ცალკე კლასი შექმნათ. დავაკომენტარებ ამ. და შეგიძლიათ თქვათ, რომ ასე ტოპსაც, მძიმე bottoms უნდა ჰქონდეს რაღაცა საერთო სტილი. ნუ იგივეა. აი როგორც გაგიხარდებათ, შეგიძლიათ შექმნათ რამე ცალკე კლასი, შეგიძლიათ აი ესე დაწერთ. ნუ აი როგორც ჩვეულებრივად წერთ, ოღონდ აი რამდენიმეს ერთად მიუთითებთ და всё. აქ ასევე გვაქვს კლასების nesting-ი. და რა გულისხმობ ამას? კი ბატონო, მე ახლა პირდაპირ მივწვდი mag tops და mag bottoms-ას და layers-ას და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ იცით როგორი შემთხვევა გვხდება, რომ აი ეს ტოპი შეიძლება იყოს კონტეინერშიც და შეიძლება იყოს კონტეინერის გარეთაც. მე მინდა რომ კონტეინერის შიგნით როცა არის, ცოტა სხვა სტილები ქონდეს და გარეთ როდესაც არის, ცოტა სხვა. ანუ ძირითადად ერთი და იგივე, მაგრამ რაღაცა მაგათად ზომა, ფედინგი და რაღაცა ესეთები შიგნით ცოტა სხვა ქონდეს. და მაგას იცით როგორ ვაკეთებთ? ვდგებით და ვწერთ. აი ესე, ნელ-ნელა ჩავალთ ახლა, მიხვდებით. Containers, საგძვირ. Containers, ანუ ჯერ ამას და მე ვწერ layers. ანუ, აი ახლა რო დავდგე და აი კონტეინერის გარეთ რო შევქმნა მე ახლა ერთი layer-ი, აი div კლასი მივცეთ layer-ი. რაღაცა ისევ დავწეროთ 20. ნახეთ? აი ეს ხო არის კონტეინერი ერთი საერთო. აქ იყო ტოპი, ბოთომი, layer-ი და ეს არის კონტეინერის გარეთ layer-ი. და ნახეთ? მე რო აი მაგალითად ვუთხრა, აი ყველა layers რომ უნდა ჰქონდეს, აი ამ ფერებს ორი წამი გავთიშო. ზოგადად layers რო ჰქონდეს მაგალითად background yellow, background color yellow. მაგრამ კონტეინერში მყოფ layers, აი ეს layers წერტილით. ამისი color-ი უნდა იყოს background color green. ხვდებით ხო? ეს ორი მწვანეა და დარჩა ესე და ეს კიდე არ შეიცვალა, იმიტომ რომ ეს ამაში არ შედის. გასაგებია ეს ნაწილი თუ არა ჯერ. ეს არის nesting-ი. ანუ ჯერ ასე დავყვევი, მერე შიგნით შევედი. ოკეი, და ახლა დავუშვათ ეგეთი შემთხვევა. აი ამას წავშვი დროებით აღარ მჭირდება ეს layer-იც. მე მინდა ტოპის პარაგრაფს მივცე სხვა ფერი, ბოთომის პარაგრაფსაც სხვა ფერი. ნუ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ვარიანტი არის, რომ ამათვის შევქმნათ ცალკე კლასი ან ID და მივცეთ რაღაცა სტილი. მაგრამ დავუშვათ არ გვინდა ამის გაკეთება და ცოტა სხვანაირად გვინდა გავაკეთოთ nesting-ით. შემიძლია დავდგე და დავწერო ესე. container, მერე ჩავდივართ რაში ტოპში, ხო? და ტოპის p ავირჩიოთ, ხო? და ვუთხრათ, რომ ამისი დავუშვათ font size-ი იყოს 30 პიქსელი. აი ცოტა გადიდა და ამისი color-ი, ფერი იყოს, აი დავუშვათ, ცოტა ავაყვილებ ამ ყველაფერს. აჭრებული იქნება ყვითელი ფერის. მაგრამ დავუშვათ ცოტა დაბლა მევწერ ეგეთ რაღაცას, რომ top წერტილი p. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ყველაზე ზემოდან დავუყვე, ანუ შემიძლია აი შუადან დავიწყო და პირდაპირ ესე ავირჩიოთ. ანუ აქ განსხვავება ისა, რომ ეგ სუსუ ზემოდან დავუყევი, ეს კიდე სუსუ ქვემოდან. და ახლა ამას დავუწერთ, რომ ამისი color-ი უნდა იყოს უკვე brown მაგალითად. ნახეთ არ მუშაობს.
და რატომ? აი სწორედ აქ მოქმედებს ის, რასაც მაგამდე გეუბნებოდით. წონები. ნახეთ? კლასის წონა ხო არის 10. მოდი დავითვალოთ. აქ გვაქვს ერთი კლასი, ამის წონა არის 10. გვაქვს კიდევ ერთი კლასი პლუს 10. და გვაქვს ბოლოს HTML-ის ელემენტი, რომლის წონაც არის 1. რო შევუკრიბოთ, ჯამში არის 21. მაგრამ რადგან ამას აქვს უფრო ნაკლები წონა, იმიტომ რომ 10 + 1 არის მხოლოდ. ამან უფრო გადაწონა. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აქ რასაც დაწერთ, არც ერთი არ ამოქმედება. არა, აი ნახეთ, აი text decoration underline რომ მივცე, ეს იმოქმედებს. უბრალოდ საერთო პარამეტრები თუ აქვთ რაღაც, აი როგორც color-ი აქ და color-ი იქ, ამუშავდება იმისა, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი წონა. თუ გასაგებია ეს ნაწილი. ამე ხო არა გაუგებარი. თუ არ და თავიდან ახსნე. ოკეი. კარგით. და დაგვჭა რაღაცა კიდე, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი წონა, ხო სანამ მაგაზე ვიტყვი, აი ჩემი პირადი რჩევა, რომ აი ესეთი პრობლემები რო არ მოგვივიდეს და აი ესეთ წონებზე სულ რო არ ვიფიქროთ, რომ აი ამას აქვს უფრო დიდი წონა, ვაი ამას და ასე შემდეგ, შეეცადეთ, რომ აი მაქსიმუმ 2-3 მშობელი იყოს რა, აი მაქსიმუმ 3. აი თუ გინდათ თქვენ აი ტოპის პარაგრაფი შეცვალოთ, აი ყველაზე კარგი იქნება, რომ დაწეროთ ასე, ტოპის P. აი რაღაც გჭირდებათ აქ კონტეინერი, ხო? ანუ არაფერ შუაში არა. ანუ ზედმეტი აი ნესტინგები რო ეს ამაში შესული, ეს ამაში არ ქნათ. იმიტომ რომ აი დაიბნევით, ვერ მიხვდებით მე როგორ უნდა გადაწეროთ და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც დაუშვით ეგ შეცდომა. ჯამში თქვენი აი ეს წონების ჯამი ავიდა რავი 36-მდე ალბათ, 36 არა, 31-მდე ავიდა. და მაინც გინდათ შეცვალოთ მნიშვნელობა, მაგრამ ვეღარ ცვლით. აი ესე როგორც აი ეს შემთხვევა. JavaScript-ში გვაქვს ერთი keyword-ი, რომელიც აი ყველაფერს ასე ვთქვათ არ უღებს, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჩვენი სელექტორის წონა რომც 1 იყოს, მაინც იმას გააკეთებს და ეს არის რომ თითოეული პარამეტრის ბოლოში რომ დავდგე და დავწეროთ ძახილის ნიშანი და important. ანუ ეს მარტო color-ზე არა, ანუ სიგრძეზეც, სიმაღლეზე, აი ყველაფერზე შეგიძლიათ დასვათ important. და ისევ, თუნდაც ეს რომ უბრალოდ პერო ყოფილიყო, ნახავთ რომ ყველაფერი არის სტაფილოსფერი. და რომ აი ყველაფერს გადააწერა. ჩვენ ახლა აი აქ რომ გადავიდეთ აი ჩვენ სქემაში, ხო? და ესე რომ დავწერო important-ი, ნახავთ რომ important-ის სადღაცას წონა არის 10,000. იმდენად ძლიერი არის important-ი, რომ ამ inline სტილსაც გადაწერს. ერთადერთი რაღაცა, რაც important-ს გადაწერს, ეს არის მეორე important-ი. და ჯამში important-ი ცოტა ანელებს კოდის მუშაობასაც, მე ძალიან ირევა, იმიტომ რომ ახლა მე ვუყურებ დეველოპერი და რანაირად P აძლევს თელიან ასე ვთქვათ, ბეგვირს თავის სტილს, ხო, როდესაც აი კლასები მაქვს, ID-ები მაქვს და ასე ანუ ყველაფერი ირევა მაგის გამო. შეიცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენოთ important-ი. თუ აი ვერანაირად ვეღარ ცვლით სტილს, გამოიყენეთ important-ი. მაგრამ რეალური important-ის გამოყენება არის, აი მე რო უფრო გადახოთ მაგაზე. ჩვენ გვაქვს UI library-ები. ანუ ბიბლიოთეკები არის, სადაც რაღაცა ელემენტები უკვე წინასწარ გვაქვს მომზადებული. აი მაგალითად ახლა აი bootstrap-ი არის ერთ-ერთი. აი რო გადავიდე და ბათანებზე, აი წინასწარ უკვე გამზადებული ბათანები აქვს, ნავბარი აქვს და ასე შემდეგ. მაგათი სტილები რო შევცვალოთ, მან უნდა გამოვიყენოთ important-ი. აი თუ მუშაობთ UI library-ებთან, მაგრამ სხვა შემთხვევაში ძირითადად ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ გამოიყენოთ important-ი, იმიტომ რომ ყველაფერს აფუჭებს. და ამასობაში გამოგჩა ჩვენ კიდევ ერთი პატარა სელექტორი, რომლის წონა არის 0. საერთოდ არაფერი არა, ნებისმიერ რაღაცას შეუძლია მისი გადაწერა. ეს არის pip-key. Pip-key, აი ძირითადად სუსუ ზემოთ ვწერეთ ამას. Pip-key ნიშნავს აბსოლუტურად ყველა ელემენტის მონიშნას. აი დაგიმტკიცეს ამას, ახლა დავწეროთ border-ი, 2 pixels, solid red. ხო გახსოვთ ამასაც ავხსნი, ეს არის border-ის სისქე, solid არის ტიპი, ან ნახეთ, აი
ჩვეულებრივი ხაზია, შეიძლება იყოს აი დეშტი, ახლა ნახავთ დეშტიც. აი ესეთი წერტილებით, აი თუ ვერ ხედავთ, ხო, ესეა. დავკოტრებ უბრალოდ. დეშტი და მე ვეუბნებით ფერს. ესე solid ready. და აი ყველა ელემენტს მიეცა. მაგრამ ახლა შეიძლება შეგკითხო გაგიჩნდეთ, რომ აი რა ისეთი სტილი უნდა მივცეთ ჩვენ web გვერდს, რომ აი ყველას ერთნაირი ჰქონდეს. აი ამას დავაკომენტარებ და რაღაცას განახებთ. თუ დააკვირდით, default-ად, როდესაც მე რამეს ვქნი, არ აქვს მნიშვნელობა ეს div იქნება, თუ რა აი რაღაცა დაშორება აქ არის, აქ ესენი შეუქმენი, მაგრამ ამათ შორის გახსოვთ, არანაირი მარჯინი არ მაქვს დაწერილი, მაგრამ მაინც დაშორება გვაქვს. რატომ? იმიტომ რომ თვითონ HTML-ს, ანუ default-ად რაღაცა სტილები აქვს. და ჩვენ ნახეთ რას წერთ pip-ში რო ვდგებით, წერთ რომ ნებისმიერ ელემენტს მოდით დავურესეტოთ, ანუ წავუშალოთ მარჯინი, padding-ი, დავასეივოთ და ვნახოთ აი უკვე ეს ბოლომდე არის შევსებული, ამათ შორის აღარაა დაშორება და უკვე ჩვენით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ეს როგორი იქნება შეწეული და ასე შემდეგ. აღარ მოგვიწევს აი რაც თვალზე გასწორება და ასე შემდეგ. და მესამე პარამეტრს რომელსაც აქ უთითებთ, ეს არის box sizing-ი, border box-ი. ბექამეს უკვე აგიხსნათ, მაგრამ თავიდან მაინც ვიტყვი, როდესაც ჩვენ ვქნით რაიმე div-ს და მაგალითად ვეუბნებით, რომ მისი სიმაღლე უნდა იყოს 200 პიქსელი. კი ბატონო, 200 პიქსელი შეიქმნა. მე ვაძლევთ padding-ს. დავუშვათ 50. რეალურად რა შვება? ეს 200 პიქსელი რჩება 50 ზემოდან ამატებს ქვემოდან. ეს უკვე აღარ არის თქვენი ეს div 200 პიქსელის, იმიტომ რომ 300-ის გახდა. დავუშვათ ამასაც დაემატა ბორდერი 2 პიქსელის და იქაც და აქაც 2 პიქსელი დაემატა. მაგრამ დიზაინერმა გითხრათ, რომ ეს მაგალითად 5 უნდა იყოს 200 პიქსელის. თქვენ მოგიწევთ მაშინ რაღაც გამოთვლები, რომ აი რაღაც სიმაღლის გამოკლებული 50, გამოკლებული ის არ გინდათ ეს ყველაფერი დაივიწყეთ. ანუ default-ად border sizing-ი არის content box-ი, ჩვენ კიდე უნდა გადავაკეთოთ border box-ი. ანუ თქვენ რო დაწერთ რო არის ეს 200 პიქსელის. padding-ი შევა შიგნით ამ 200 პიქსელივეში და border-იც ასე. აბა ეს ყველაფერი თუ გასაგებია, იმიტომ რომ სხვა თემაზე, სრულად სხვა თემაზე უნდა გადავიდე და მომწერეთ რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ და რამე ხომ არ იყო გაუგებარე. ძალიან კარგი. თუ რამეანუ სემინარსაც მიუბრუნდებით, ხო, გვექნება სემინარი და მაგადაც გავარჩევთ და თუ რამე შეკითხვა იქნება, მოამზადეთ მაგამდე. ამასობაში ამ ყველაფერს წავშლი. CSS ფოლდერი ვერ გავაკეთე, როგორ ჩავწერო დროს. აი აქ, როგორც ფაილს ქმნით ჩვეულებრივად, გვერდით არის ფოლდერი შექმნა. რაც გინდა მივთითე, მაგალითად styles. აი ესე ფოლდერი. და რა სტილსაც შექმნი, აქ გამოკაჩე და შეაგდე. გასაგებია თუ არა? კაი. ძალიან კარგი. მაშინ ამ ყველაფერს ახლა წავშლი და გადავიდეთ სხვა საკითხზე. აი ეს დაწერეთ თითოეული ვებგვერდის დასაწყისში, იმიტომ რომ ისე გაიცეთ ზედმეტ რაღაცებს წაშლის. აი დაუშვათ ახლა შევქნათ რაღაცა h1, რაღაცა პარაგრაფი, ისევ და ისევ დავწეროთ რაღაცა. მერე შევქნათ კიდევ ერთი h2, დაუშვათ არ აქვს მნიშვნელობა, ისევ lorem 5 და შევქნათ კიდევ ერთი div და აქაც დავწეროთ lorem 6. მივიღეთ, ხო? ნუ მოდით ეს ცოტა დავაპატარავოთ, უფრო პატარა რო იყოს და თქვათ მაგ ხელაც არ გვინდა იდეაში. აი ასე და ასე. დიდები არ გვინდა. დავუდგეთ და ახლა მაგალითად h1-ს მივცეთ ფერი, ისე background color ready და ჯერ დავაკვირდეთ რა ხდება. ნახავთ რომ თავიდან ბოლომდე h1 იკავებს მაგ ვებგვერდს, ხო? ოკეი, კარგი. მოდით შევამციროთ. დავუშვათ გავხადოთ 200 პიქსელის ხელა.
ოკეი, კარგი გახდა, მაგრამ ესენი ისევ აქ დარჩნენ. ახლა h2 ნახოთ როგორია background color-ი, ამას კონდეს yellow. ეგიც ბოლომდე იკავებს ყველაფერს. კაი, დავაპატარავოთ ეგ. ვიცი მაგალითად იყოს 400 მაგალითად. არც ეგ არ ჩაჯდა აქეთ, ისევ ყველა ესე დასტაკულად დევს, ხო? ოკეი. და ბოლოს ავიღოთ div. და ამასაც მივცეთ background color green. და ესე ცოტა პატარა გავხადოთ 150 პიქსელი. ზომა შეუცვალე, იდეაში ერთმანეთის გვერდ უნდა ჭდებოდნენ, მაგრამ ეგრე არ ხდება. რატომ? იმიტომ რომ ეგ სამივე ელემენტი არის display block-ი. და ახლა ამას აგიხსნით რა არის. ანუ ჩვენ CSS-ში ვნახეთ, რომ გვაქვს ბევრი პარამეტრი, ეს არის padding-ი, margin-ი და ასე შემდეგ, ერთ-ერთი არის display. Display განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იქნება მოთავსებული თქვენი ელემენტი ვებგვერდში და სხვებთან როგორ იკომუნიკაბილებს. ვერცქრი სიტყვა დაივიწყეთ. რას ვამბობ ამას? Default-ად h1, h2, h6-ის ჩათვლით, პარაგრაფიც, div-იც, header-ი, footer-ი, main და ასე შემდეგ, ყველა არის display block-ი. ანუ ახლა რომ დავწერო აქ display block-ი და დავასევო, არაფერი არ შეიცვლება. და რა შევა display block-ი? Display block-ი თავიდან ბოლომდე, აი მთლიან სიგრძეს იკავებს ვებგვერდის. ამიტომაც არის, რომ ზომა როგორც არ უნდა დააპატარავოთ, ანუ ეს ამისი ზომა არის, ამისი ტერიტორია არის და ამიტომ რაც არ უნდა დაამატოთ, ყველაფერი დაემატება მაგის ქვეშ. h2-იც ასეთი არის, div-იც ასეთია, ამიტომაც გვერდით არაფერიც არ დადგება. დაიმახსოვრეთ, ანუ display block-ი, თუ ელემენტი არის display block-ი, ყველაფერი იქნება ერთმანეთის ქვეშ. მაგრამ ახლა რომ გადავიდეთ თუნდაც აი ჩვენ ვებგვერდზე და ნახეთ, აი footer-ი გვაქვს, ხო? ანუ ერთ მხარეს ლოგოა, მეორე მხარეს ღილაკები, შუაშიც კიდე ლინკები. ნუ რანაირად მუშაობს ეგ, ხო? თუ აი ყველაფერი მაინც და მაინც ერთმანეთის ქვეშ ჟდება. როგორ და ამ ყველაფერს უნდა ჩვენ შევუცვალოთ display-ის ტიპი. უნდა გავხადოთ flex-ი, flexbox-ები. ახლა მაგაზე ვისაუბრებთ. სანამ გადავა flex-ზე, კიდევ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ტიპი კიდევ არის inline. Inline იცით როგორი ტიპია, აი ლინკის ელემენტი, ხო გახსოვთ? აი რაღაცა ლინკი მივცეთ, მაგალითად home page-ზე რო გადაგვიყვანოს, ხო? აი რაღაცა ლინკი. ახლა რომ ას მივცე რაღაცა სტილები, აი მაგალითად background color-ი. ბოლო. ნახეთ? არ არის ბოლომდე გაწელილი. იმ ას სტილი display არის inline. ანუ ის იყო ბლოკი, ის არის inline. Inline კიდე როგორი ტიპია? რამდენი სიგრძეც და რამდენი სიმაღლეც მაგას ჭირდება, მხოლოდ მაგას იკავებს. ახლა მე რო ავიღო და დავაკოპირე და კიდევ ჩავსვა ეგენი, ნახეთ? გვერდით მიდის. ქვემოთ აღარ მიდის, იმიტომ რომ ამას სრულიად სხვა display აქვს. გასაგებია, ხო? თუნდაც ახლა რომ მომიდეს და მივუთხრა რომ ამას ეს მოდი და 500 პიქსელის იყოს, height-ი ამას 200 პიქსელის იყოს, ნახეთ? არ იცვლება, იმიტომ რომ inline ეგა რამდენი ჭირდება, იმდენ სიხმარს. გასაგებია, ხო? ახლა ამ ყველაფერს წავშლი და შევქმნათ ჩვენ რაღაც ახალი კონტეინერი. აი რაღაცა ახლა განახებთ რისი გაკეთებაც მინდა. კონტეინერი div იყოს class კონტეინერი და შიგნით იყოს დაუშვათ, რავი 4, არა 3-5 იყოს ჯერ. div class box-ი container მოდით ამას რა უთხრათ ახლა. ვიცი იყოს ამისი 800 პიქსელი. height-იც იყოს 800 პიქსელი და background-ი იყოს ნაცრისფერი, აბა ვნახოთ, ხო, აი რაღაცა ესეთი. და ვთქვათ, რომ box-ი width არის 100 პიქსელი. height-იც 100 იყოს 5 შევქმნით რა ჩვეულებრივ. და background color-ი იყოს red. აი აქ რეალურად 3-5 შეიქმნა, მაგრამ სამივე ერთმანეთის ქვეშ დააჭდა. ახლა ნახეთ კონტეინერს შევუცვლი display tips და გავხდი flex. და ახლა უკვე სამივე დადგა ერთ ხაზზე. ახლა მე უკვე შემიძლია ჩვეულებრივად ვაკონტროლო მათი ადგილმდებარეობა x და y ღერძებზე.
ძირითადი თავიდან ღერძი არის x ღერძი. და ახლა ვნახოთ როგორ შეგვიძლია გავცენტროთ ეგ. როგორ და აი აქ flex-ის მერე მაგალითად დავდგები და დავწერე justify content-ი არის x ღერძზე მაგისი გასწორება. default-ად არის start-ი. აი აქ. კარგი. ვნახოთ end-ი. ბოლოში ჩასვა და center იქნება ცენტრი. ხო, გასაგებია. ეს არის x ღერძზე. y ღერძისთვის გვაქვს ჩვენ align items. ანალოგიურად start-ი იქნება ზემოთ, ცენტრი იქნება შუაში, end-ი იქნება ბოლოში. აი ხა სრულია ცენტრში რომ ჩავსო ყველაფერი, იქნება 100. აბა მოდით ახლა აი ამ კუთხეში ჩავსვათ. ანუ ამ კუთხეში ბოლომდე უნდა გავწიოთ აქეთ, ანუ justify content იქნება end-ი და ესეც იქნება end-ი. გასაგებია, ხო? აქეთ რომ მოვათავსოთ, x ღერძზე იქნება start-ი, ანუ justify content იქნება start-ი, align item-იც იქნება end-ი. ნუ თავიდან თუ მაგას ვერ ხვდებით, არაა პრობლემა, მე უფრო კარგად დაიმახსოვრეთ ამ ყველაფერს. კარგი. მაგრამ მარტო მაგით არ შემოიფარგლება, კიდევ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთი არის space between-ი და ნახეთ რა შეება space between-ი. ბოლომდე გაკაჩავს ერთს და მეორეს, ანუ პირველი ელემენტი იქნება დასაწყისში, ბოლო ელემენტი იქნება შუაში და დანარჩენი ელემენტები როგორ ჩაჯდებიან თანაბრად, ისე ჩასვავს. აი ახლა, აი ეს რომ გავამრავლო, ნახეთ, ეს თავის ადგილას მაინც რჩება დასაწყისში, ეს ბოლოში და აი ეს თანაბრად დაიყო ეს სივრცე. წავშერეთი რამდენიმეს. Space between-ის გარდა გვაქვს კიდე space around-ი. Space around-ი როგორ მუშაობს? აი ამ კიდედან ბოქსამდე შეიქმნა რაღაცა სივრცე. ახლა ეს სივრცე აქედან და აი ამათ შუამდე ერთი და იგივეა. ანუ მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც ერთნაირი სივრცე აქვს. მაგიტომაც არის რომ ეს დაუშვათ არის x-ი, ამათ შორის დაშორება არის 2x. და კიდე გვაქვს ჩვენ space evenly. ანუ უკვე აქედან აქამდე და ეს ყველგან ერთნაირი დაშორება არის. ახლა ჩვენ ვეგვერდს რომ შეხედოთ, მიხვდებით რომ აი ეს ნაუბარი არის space between-ი. იმიტომ რომ ერთი არის ერთ ბოლოში ჩასმული, მეორე ბოლოში. ნუ ეს არის padding-ი, დაშორება არის. ეგ არაფერ შუაში არაა flex-თან და ასე შემდეგ. ანუ ერთი არის ჩასმული სუსუ მარცხნი, მეორე სუსუ ბოლოში და შუაში. აი როგორც გქონდა ჩვენ აი ამ ვარიანტებზე, რომ დავასეივო და space between-ი მივცე. აი ეგ არის. ოღონდ აქ უფრო ცოტა მეტი რაღაცა წერია, მაგრამ სტრუქტურა ერთი აქვს რა. კარგი. როგორც თქვი, თავიდან ძირითადი ღერძი არის x-ი. მაგიტომ მე შემიძლია y ღერძზე უბრალოდ დასაწყისში, შუაში ან ბოლოში ჩავსვა, მაგრამ x ღერძზე ნახეთ რომ რამდენიმე ვარიანტი მაქვს. მაგრამ დაუშვათ აი პირიქით მინდა რომ მქონდეს. მინდა რომ y ღერძზე იყოს ძირითადი. ისევ აი აქვე შემეძლოს გამოვიყენო space between და ასე შემდეგ და x ღერძზე უბრალოდ ცენტრი ან დასაწყისი ან ბოლო. ამიტომაც აქ დავდგები და დავწერთ flex directions. ანუ default-ად flex direction-ი არის row. მაგიტომაც არ ვხედავთ არანაირი განსხვავებას, იმიტომ რომ ასე სვავს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავწერთ flex direction-ი არის column-ი. ახლა ნახეთ როგორ მუშაობს, თუ justify content-ი მაგამდე მუშაობდა მხოლოდ x ღერძისთვის, ახლა პირიქით. ანუ უკვე გადავიდე y-ზე. Justify content-ი უკვე მუშაობს y ღერძისთვის. მაგიტომაც space between-ი ასე მივიღე. და align item-ი კიდე პირიქით უკვე x ღერძზე ასწორებს მაგას. მეხვდით ხო ამას? მოდით აი ესენი დაუნომროთ ახლა. აი ეს 1 2 3, აი 1 2 3. flex directions აქვს როგორც row და column-ი, ასევე აქვს row reverse-ი, ანუ ატრიალებს ასე. ნახეთ, აქ მივიღებ 1-იანს, აქ 2-იანს, აქ 3-იანს. არის რაღაც შემთხვევები, რომ შეიძლება დაგჭირდეთ. და ანალოგიურად არის, column reverse-იც. column reverse-იც. გასაგებია, ხო? ზოგადად flexbox-ი ძალიან დიდი თემაა. ბევრი property აქვს და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა კიდევ 1-2 წელს განვიხილავთ, მაგრამ დანარჩენს ან სემინარზე გავარჩევთ, ან ჩაგიგდებთ ერთ საიტს, რომელიც აი თამაშით გასწავლით თუ რა არის flexbox-ი. კარგი, აბა ახლა
შევქნათ ძალიან ბევრი ყუთი, დავასეივოთ ეგ ყველაფერი. ოღონდ flex direction უკვე აღარ გვინდა, row გავხადოთ ჩვეულებრივად და ნახეთ ახლა აგ რა პრობლემა არის. მე მიწერია, რომ თითოეული box-ის ვიცი უნდა იყოს 100 პიქსელი. მაგრამ როგორც კი გაიზარდა მათი რაოდენობა, აი კიდევ გავზარდი. ნახეთ როგორც კი გაიზარდა. უკვე მაგან დაკარგა თავისი სიგრძე. იმის გამო რომ ეს ყველაფერი ჩაეტიოს მაგ ყველაფერში. მე კიდე არ მინდა რომ ასე შვებოდეს. ანუ მინდა რომ ეს ჩემი box-ი ისევ 100 დარჩეს, მაგრამ თუ აღარ ეტევა აი ამ ჩემი სტრიქონში, მოდი და მეორე სტრიქონზე გადავიდეს, ხო? ამიტომაც ერთადერთი აი აქ დაუწერ starts რომ დასაწყისში აჩვენოს, ასე. ამიტომაც დავდგები აქ და დაწერ flex wrap-ი. აჰა, ნახეთ როგორი რაღაცა არის. აქ ზუსტად ჩაეტია 1 2 3 4 და ასე შემდეგ და რაც ვერ ჩაეტია, უკვე გადავიდე შემდეგ line-ზე. მე შემიძლია ასევე ამ ელემენტებს შორის შევქნა სივრცე. ანუ მაგალითად მე მინდა რომ აი ამასა და ამას შორის იყოს რაღაცა დაშვება. ნუ ერთი ვარიანტი უკვე ჩვენი ცოდნით ისაა რომ დავდგეთ და ამ ელემენტს დაუწეროთ margin right. margin. ან ამას უთხრათ margin left-ი, ხო? მაგრამ ეგ ბევრ რაღაცას გააფუჭებს. ანუ display flex-ში ეგეთი რაღაცები არ ქნათ. თვითონ display flex აქვს ეგეთი property, როგორც არის gap. ანუ სივრცე მაგათ შორის დაუშვოთ, ეს არის 10 პიქსელი. ნახეთ? 10 10 10 10. დაუშვოთ ახლა გავზარდეთ ჩვენი gap-ი და არის 60 პიქსელი. ხო, იმასაც მინდა რომ ხაზი გაუსვათ, რომ ეს gap-ი არა მარტო x ღერძზე, არამედ y ღერძზეც. ახლა ეს რო ესე შევამცირო, ნახეთ, არა უფრო შევამცირებ. დაშვება არის აი ერთნაირი აქაც და აქაც, ანუ x და y ღერძზეც არის ერთნაირი დაშვება. მე შემიძლია ორად ჩაუწერო აქ, ნახეთ. პირველი იქნება დაშვება, აი ხა რა დავწერო, 0 პიქსელი. პირველი იქნება დაშვება აი ასე, მარტო row-ებს შორის და მეორე იქნება დაშვება column-ებს შორის. ერთი ვარიანტი არის ეს და მეორე არის თუ დაწერთ მაგალითად row gap-ი, აი პირდაპირ, ხო? ანუ ერთი ცალი რო დაწეროთ, მაგალითად row-ებს შორის იყოს 10 პიქსელი დაშვება. ნახეთ, აი ეგ პატარა დაშვება, ეგ კიდე დიდი. კარგით. ეგ ახლა აღარ მინდა, აქაც დავუბრუნებ ამ 8-ს და დავუშვათ აი აქ როგორც ვამოვდი, ამას აქვს აი ძალიან დიდი gap-ი. აი მაგალითად 80, ნუ 100 პიქსელი იყოს დავუშვათ. 100 ზუსტად ჯდება, მოდი იყოს 100 პიქსელი. არც 100 არ გვინდა ჩვენ. მოდი იყოს 40 პიქსელი, აი რაღაც ესე. თუ აქ რაიმე ელემენტი არ ჩაჯდება, აი მოდი ცოტა მინდა ესე კარგი spacing-ი მოვარტყა, რომ გაჩვენოთ. ან ყუთს გავზარდი ზომაში. 150, ასე. ესეც 150 იყოს და spacing-ი იყოს მაგალითად 80. ანუ ზოგი ისეთი შემთხვევა არის, სადაც შეიძლება აი კუთხეში მიიღოთ ცარიელი სივრცე და რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ეგ spacing-იც იკავებს რაღაც ადგილს. ანუ როგორ ითვლის ახლა flexbox-ი ამას? აქ უნდა ჩავსვაო, აი ეგ ბოლოში დავუშვათ ელემენტი, კი ბატონო, მაგრამ ამ ელემენტსაც უნდა გქონდეს რაღაც gap-ი. თუ ჯამში მაგათი სიგრძე უკვე აქ აღარ ეტევა, მაგიტომაც მაგას ჩასვას უკვე შემდეგ line-ზე. გასაგებია, ხო? ეს და აქცეს დავუბრუნებ. შო, ეგო სამი ცალი აქ იმიტომ ჩაჯდა ასე, იმიტომ რომ მე მქონდა მითითებული space between მაგამდე. რომ გავცენტრო ეგ ასე. მაშინ სამივე ერთად იქნება ერთ კუთხეში ჩასმული და ეგენის ხედავთ დაშვებული აღარა. რომ მივცე სტარტი, ეგ სამივე იქნება ერთ მხარეს. ხვდებით ხო? ასე შეგიძლიათ აკონტროლოთ და ბოლოს wraps აქ კიდე wrap reverse-ი. ნუ აი პირიქით შემოვატრიალა ესეც. ნუ ძირითადად ეგ იყო დღეს რისი ახსნაც მინდოდა. მოკეთ რომ შევაჯამოთ ახლა რა გავარჩიეთ. რა და CSS სელექტორები. აი ის რაც იყო pip-ი, ანუ ყველაფრის მონიშნა. მე ვნახეთ თვითონ HTML tag-ი შეგვიძლია მოვნიშნოთ. კლასით, ID-ით, inline-ად და important-ის გამოყენებით. დაიმახსოვრეთ ისევ რომ წონებში არ აირიოთ და ყოველთვის კარგად მონიშნეთ კლასები. ზედმეტი კლასის სახელი თუ არ გჭირდებათ, აღარ დაწეროთ მაგ სიაში.
მერე ცალკე გამოვიტანეთ სტილები და მეგირჩევთ რომ მასე დაწეროთ, უკეთესია თქვენთვისაც სანახავადაც, აი მეც აი საერთოდ არ შევწუხებული ვარ, იმიტომ რომ ცალკე HTML-ი მაქვს, ცალკე CSS-ი მაქვს და ვინმეს რომ უნდოდეს ჩემი მაგალითად სტილების ნახვა, მხოლოდ CSS-ის ფაილს ჩავუგდებ. წასაკითხა და როგორც ვნახეთ, უფრო მარტივია, იმიტომ რომ უფრო predictable ხდება ყველაფერი და ვიცი რომ მხოლოდ აქაა სტილები. და ბოლოს გავარჩიეთ Flexbox-ი. აი Flexbox-ზე არის დაშენებული აი ძალიან ბევრი რაღაცა. კიდევ არის რა თქმა უნდა grid-ი და ასე შემდეგ. მაგებს მერე გავარჩევთ, მაგრამ Flexbox-იც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა. აი ისევ და ისევ, თუნდაც აი ეს ნაუბარი აიწყობა Flexbox-ით, ეს ფუტერიც აიწყობა Flexbox-ით, ძალიან ბევრი რაღაცა შეგიძლიათ Flexbox-ით ააწყოთ და პრაქტიკაში უფრო ვისწავლით ამ ყველაფერს. და ბარემ მაგ კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, აი დაუშვათ აი ამ box, აი მაგალითად აი ვიცით რაღაც ნომერი არის, აი 100, აი ეს. კიდევ ვიცით რაღაც უნიკალური კლასი, მაგალითად box 100 ესე დავარქვათ. დავწეროთ ესე box 100. კიდევ ერთი displays ტიპი გვაქვს, ანუ რეალურად ბევრი გვაქვს როგორც თქვი, მაგრამ დღესაც გავარჩევ, ეს არის none. ანუ არანაირი display. და რო შევინახავ, ნახავ რომ საერთოდ გაქრა ეს ელემენტი. ანუ არა მარტო ვიზუალურად გახდა, ანუ მაგის გაქრა, მაგის ადგილას სხვა ელემენტიც დადგება. ანუ საერთოდ ჩათვალეთ გაქრა ჩვენი ვებგვერდიდან. ახლა იტყვით რაში გვჭირდება ეგ, ხო? რაში და აი ნაუბარი რო ავიღოთ. აი ხო გინახავთ აი ეს snackberry და რაღაცა სენდვიჩები რო ქვია, ეს სამი ხაზი როა და რო აწვევით და რაღაცა პანელი რო ჩნდება. აი მაგით კეთდება დეფოლტად დასაწყისში. მაგისი დისპლეი არის none და როგორც კი თქვენ ამ ღილაკს აწვევით, მაგისი დისპლეი ხდება ან flex-ი, ან block-ი, grid-ი და ასე შემდეგ. გასაგებია ეგ ყველაფერი? ხომ არ გაქვთ რაიმე შეკითხვები ან რამე გაუგებარი ხომ არა? დავასრულებ ჩაწერას.